ქვაზე არ დარჩენილა. ეს გამოთქმა ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს სურათს, რომელიც ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსანახულებლად მისულ თამთა დოლიძეს დახვდა. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ შუა საუკუნეების ტაძარი აღარ არსებობს. საზოგადოებამაც და სპეციალისტებმაც მისი Facebook პოსტიდან შეიტყო, რომ კულტურის ძეგლი დანგრეულია. იქ სადაც ახლა ბლოკები არის და დასხმული არის ცემენტის დაახლოებით 20-30 სანტიმეტრიანი ერთიანი რაღაცა პლატფორმა, ცოკოლი და მასზე ამოყვანილი არის ბლოკის კედლები. იმ ადგილას იდგა ქართული კულტურისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ძეგლი. ის ცხადი არ იყო იმ მასშტაბისა და იმ მნიშვნელობისა, როგორიც არის დიდი კათედრალები, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, ოღონდ სამეცნიერო თვალსაზრისითაც და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი მემკვიდრეობის თვალსაზრისით ეს იყო განუზომლოდ მნიშვნელოვანი ძეგლი. რა იდგა იქ? ზღუდერის სამონასტრო კომპლექსი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა. გალავანი, მცირე ზომის ეკლესია, რომელიც კომუნისტების ეპოქაში ისე შელახეს, რომ კულტურული ღირებულება სრულად დაკარგა და მესამე, ადრეულ შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ ბლოკების ადგილზე იდგა. მეცნიერება ქართულ ხუროთმოძღვრებას 4 ძირითად პერიოდად ყოფს. ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია ამ 4-დან 3-ს საკუთარ თავში ატარებდა. მე-6-მე-7 საუკუნეში აშენებული ძეგლი მე-10 საუკუნეში სამეკლესიიან ბაზილიკად გადაკეთდა, ოღონდ სათუთად, ცოდნით, სიყვარულით, ოსტატურად. აი ეს თაღების ნაწილი არის მე-10 საუკუნის. აი ეს სვეტები არის მე-7 საუკუნის და როგორ აქვს ჩართული, როგორ აქვს მორგებული მე-10 საუკუნის ოსტატს, როგორ შეინარჩუნა ყველაფერი, არ დაკარგა არც ერთი დეტალი. მე-10 საუკუნის ოსტატი რომ მოვიდა, იმდენად ეცადა, რომ ძველი ფენა შეენარჩუნებინა, არ დაეკარგა არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და რაც მთავარია, წმინდათა წმინდა, საკურთხეველი არ დაკარგა. შეინარჩუნა მე-6-მე-7 საუკუნეების საკურთხეველი, ნავების გამყოფი ბურჯები, ჯვრული ბურჯები და მასში მოახერხა ისე ჩაეშენებინა სამეკლესიანი ბაზილიკა ტიპოლოგიურად ისე შეცვალა, რომ არსებითად ძველი ნაწილები არ დაკარგა. ძველის სტრუქტურული ცვლილება არც მე-13-მე-14 საუკუნეებში შეუტანიათ, როცა ტაძარი მორიგ ჯერზე შეაკეთეს და ამჯერად ფასადი, კერძოდ კი სარკმლის თავები, კონსტრუქციული ნაწილები იმ პერიოდისთვის სახასიათო არქიტექტურული დეტალებით შეამკეს. ეს ზღუდერის ეკლესიის მესამე სიცოცხლე იყო. ეს არის 2019 ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელს, ხელოვნებათმცოდნეს, არქიტექტურის ისტორიკოს ნოდარ არონიშიძეს უსამართლოდ მიაჩნია ამ ვანდალიზმის მხოლოდ არქიტექტურულ დანაკარგად განხილვა. რამდენადაც ძეგლი მოიცავდა სამივე პერიოდის რელიეფურ ქანდაკებასაც და კიდევ უფრო მნიშვნელოვან მე-13-მე-14 საუკუნეებში ტაძრის ფასადზე გაჩენილ სამ წარწერას. ეს იყო ერთგვარი მატიანე. აი რასაც ჩვენ ხედავთ დიდი მასშტაბით უფრო სვეტიცხოვლის შემთხვევაში, სხვა ძეგლების შემთხვევაში, როდესაც მთელი საქართველოს განვითარების ისტორიას ატარებს ეს ძეგლი. საკუთარი სხეულით ეს ძეგლი ატარებდა დაახლოებით აი მე-6 საუკუნიდან მოყოლებული მე-13-მე-14 საუკუნეების ჩათვლით ყველა პერიოდის, ყველა ეპოქის გადაკეთებას ატარებდა საკუთარ სხეულზე. ეხლა ეს გადაკეთება მარტო მხატვრული ნაწილი არ არის, ხო? ცხადია რომ ის ისტორიის მაჩვენებელია ჩვენ ქართულ არქიტექტურის განვითარების ისტორიას, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ რეალურად ქვეყნის მატერიალური კულტურის ისტორიას. ის რაც ჩვენ წყაროებით, წერილობითი წყაროებით და საბუთებით გვაქვს შემორჩენილი, ამას ვადასტურებთ იმ კულტურული მემკვიდრეობით, რაც იქ გვაქვს. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ძეგლი, ეს არ არის მხოლოდ ეკლესია, ეს არის შენი ისტორიის ნაწილი, რომელმაც დაახლოებით 10 საუკუნოვანი ისტორია შემოგინახა და ასახა საკუთარ კედლებზე. ზღუდერის ეკლესია, როგორც აღმშენებლობის სამი ეტაპის, ისე გრევის ეპოქების მატიანეც აღმოჩნდა. 1940 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც პირველად მოხდა ამ ძეგლის ძირეული შესწავლა, ლევან ხრჩეულიშვილის მიერ, კომუნისტებმა მიწისძვრით დაბზარული ძეგლი სანახევროდ დაანგრიეს. მისი პერანგის ქვებით ყინწვისში სკოლა ააშენეს. 39-ში ჯერ კიდევ ქვები რომზე დააქვს და აი უკვე რაღაცა საბჭოთა ვანდალიზმის შედეგი, როდესაც შემოაცალეს ეს ქვები და უკვე გაშიშვლებული ცარიელი დუღაბი არის დარჩენილი. მეორე და საბოლოო ნგრევა ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. საბჭოთა კავშირმა, ათეისტურმა კომუნიზმმა დაანგრია ძეგლი ნახევრად და აქედან 86 წელი გავიდა და ისევ იგივე დაწესებულებიდან ჩადის ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი, ისევ იგივე მიზნით, რომ ძეგლი შეისწავლოს ბოლომდე და სრულყოფილად და მას უკვე სრულად განადგურებული ხდება ძეგლი და მის ადგილზე ხდება ბეტონის რაღაცა ერთიანი პლატფორმა, რომელზეც ბლოკის კედლების ამოყვანაა დაწყებული.
აი ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელიც ისტორიულადაც რატომ ვახსენეთ, ეღარო ამ ხელმძღვანელობა აქვს ძეგლის განვითარების ისტორიას ქვეყნის ისტორიისთვის. ჩვენ ნახეთ მე-6-დან მე-14 საუკუნემდე ქართული არქიტექტურის სულიერების, საზოგადოების განვითარების ისტორია და ჩვენ ნახეთ მერე მისი დეგრადაციის ისტორიაც, რომელიც დასრულდა ამ ძეგლის განადგურებით. ძეგლის განადგურებაზე პასუხისმგებელი რუის ურბნისის ეპარქიაა. ეპარქიის ლიდერისგან რაიმე განმარტებების მიღების იმედით სოფელ ჭანდრებში ჩავედით. მეუფე იობი ჩინებულის წმინდა გიორგის ტაძრის სადღესასწაულო წირვას აღავლენდა. მრევლი უკვე ტრაპეზისთვის ემზადებოდა. მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჩვენს შეკითხვას არ უპასუხა. ხოლო სხვა სასულიერო პირებმა მისი ეპარქიიდან თქვეს, რომ ტაძრის აღდგენას მრავალი წელი ითხოვდნენ. ძეგლის შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გამაგრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის გამო იმავე ეკლესიის ანალოგის თავიდან აშენება დაიწყო. მეუფე ზღუდერის ეკლესიასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. ჟურნალისტი ვარ, შეიძლება ერთ კითხვაზე მიპასუხოთ, რატომ დაშალეთ ნებართვის გარეშე? მეუფეო. შეიძლება ერთი წამთხელ ნუ მართმევ კაცო. ვისაც საკმარისი კომპეტენცია და ექსპერტიზა აქვს და ასევე პასუხებს არ გვამადლის, სწორედ ეს ორი კითხვა დავუსვით. ამ ეკლესიის აღდგენა შესაძლებელი იყო ისე, რომ არსებული რაც იყო შემორჩენილი არ განადგურებულიყო. რა თქმა უნდა, ის რაც ადგილზე იყო შემორჩენილი, მისი კონსერვაციაც შეიძლებოდა და რესტავრაციაც შეიძლებოდა, ისე რომ თავდაპირველი ეკლესიის ყველა სტრუქტურა და ყველა ფენა გამოჩენილიყო. ეხლა ერთი არის რა საზოგადოებისთვის, ეხლა ტურისტი რომ მივარას დაინახავს და მეორე მეცნიერიას დაინახავს. ჩემთვის და რესტავრატორებისთვის იქ ყველაფერი იყო შემორჩენილი. მეორე შეკითხვა სასულიერო პირების ამბიციურ გეგმას შეეხებოდა, რომელიც თავად ასე ჩამოაყალიბეს. იმავე ტაძრის ანალოგის თავიდან აშენება. ისევ ეკლესიას ვერ აღადგენ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ უმთავრესი აღარ შევალ ახლა ძეგლის მთლიანობაში, პირველადობაში, ავთენტიკურობაში არ შევალ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაგებობა, რომელსაც ჩვენ იქ ვუყურებთ, ბლოკით რაც არის დაწყებული, უკვე ტიპოლოგიურად არ არის ის ეკლესია, რომელიც ეს იყო. ან ტიპოლოგიურად უკვე განსხვავებულია. სხვას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იქნება ყველაფერი მულაჟი იქნება სინამდვილეში, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ვერ იქნება ერთ-ერთ შემთხვევაში ძეგლი, უკვე ტიპოლოგიურად აღარ არის იმ ნაგებობას, რაც ახლა დგას, რის მშენებლობაც აქვს მათ დაწყებული, ეს განსხვავდება, უკვე განსხვავდება საფუძველშივე და საძირკველშივე განსხვავდება იმ ნაგებობისგან. მიმდინარე სამუშაოები არის უნებართვო, ამ სამუშაოების თაობაზე სააგენტოს მიერ არ ყოფილა გაცემული შესაბამისი ნებართვა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ საქართველოს ამბებს კომენტარზე უარი უთხრა და ეს 4 არხი მიიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, პოსტივი, იმედი და რუსთავი 2. ამიტომ შეკითხვაც არავინ დასვა. თუ სააგენტომ მთელი წელიწადი იცოდა ძეგლის განადგურების შესახებ, რატომ არ იმოქმედა? ძეგლის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1 წლის წინ რომ ნახეს, თავარი მოახდინეს რამე რეაგირება და დაიწყო ან გამოძიება, ან გამორკვევა იმისა, რა მოხდა და ვინ გააკეთა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა დაიწყო. ცხადია რომ არა. 1 წლის განმავლობაში არც მათ განცხადებაში ჩანს ეს და ჩვენ ხედავთ კიდევ თუ 1 წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მეორე, მონიტორინგის სამსახურმა, როდესაც იცოდა რომ იქ ეს ფაქტი დასწოდა და დადასტურდა, პერმანენტულად რატო არ აკეთებდნენ მონიტორინგს, რატო არ ჩადიოდნენ? მათ ხო იცოდნენ რომ ეს მოხდა უკვე და დაიწყო. რატომ არ ჩადიოდნენ და არ ამოწმებდნენ იქ რა მოხდებოდა? და მესამე, იქ დამთავრდა ყველაფერი რომ ძეგლი განადგურდა? მისი მნიშვნელოვანი ნაწილები რომელიც ჩვენ ვახსენეთ, წარწერიანი ქვები, რელიეფური კომპოზიციები და ცალკეული რელიეფური გამოსახულებები, ეს ხომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო, დანგრეული, მაგრამ იმ ქვებზე ხო შემორჩენილი იყო. ამის დაცვაზე პასუხისმგებლობა ვის ჰქონდა? გავიგეთ რომ ავთენტური ძეგლი დაინგრა, მისი ერთიანობა აღარ არსებობს და ნანგრევები ყრია ქვეყნის სახით იქ არის წარმოდგენილი, ხო? მას დაცვა არ ჭირდებოდა? ან ეს ვის პასუხისმგებლობა იყო? ან დაინგრა და დანარჩენი მთელი ეს მემკვიდრეობა ეყაროს ესე? ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია მესამე ძეგლია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სრულიად განადგურდა. საყდრის საფეთქება, ყოველად ვანდალური და გაუმართლებელი საქციელი, როდესაც ძეგლი ერთ დღეში გაქრა, ეს იყო ქოროღო, როდესაც ასევე მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ზურგიანი კოშკი თავისი კომპლექსით აბსოლუტურად დაკარგა სახე და გაქრა, ეს არის ზღუდერის შემთხვევა და არსებობს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, ასობით შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ დღეს საქართველოში
საერო არქიტექტურიდან დაწყებული, ტრადიციული ქართული საცხოვრისიდან დაწყებული, მემორიალური კულტურით გაგრძელებული, ინდუსტრიული მემკვიდრეობით, საკულტო არქიტექტურით, სათავდაცვო არქიტექტურით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ასობით ძეგლი ნადგურდება. ბოლო წლების განმავლობაში სისტემურად ინგრევა და ნადგურდება ძეგლები. განსაკუთრებით აქტიური ეს პროცესი რუის ურბნისის ეპარქიაშია. ადგილობრივი ეპარქიის ხელმძღვანელის მოღვაწეობა ასე აისახება, რომ ის ცდილობს, რომ მუდმივად განაახლოს, აღადგინოს, მეორედ მაშენებელი იყოს და ასე შემდეგ. რაც ლოგიკურია, რომ რამდენადაც ბევრი მონასტერია, ბევრი სასულიერო პირია და ბევრი რაღაც აღდგენა ხდება, პრობლემები იქ ბევრად მეტი ჩანს. აი, როდესაც მოხდა მაგალითად ეკლესიის ფრესკების ნარჩენების შელესვა, მოხდა არასწორი რეაბილიტაცია, მოხდა ძველ სამონასტრო კომპლექსში ახალი ნაგებობების უსისტემო ჩადგმა. რატომ არ შეიძლება რომ გვერდზე აშენდეს? ეს ერთი კითხვა. ახალი აშენე გვერდზე, იქვე აშენე, ხო? მით უფრო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს პრაქტიკა არსებობდა და მისი საუკეთესო გამოვლინება არის თქვა სამთავისის ეკლესია, რომლის გვერდითაც ასევე მე-6 საუკუნის ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკა დგას და უკვე მეორედ მაშენებელმა ის რაღაცა გენიალური თავისი არქიტექტურა გვერდზე აშენა და ისიც იქ იყო და არ გადაუარა და ანუ სრულად არ მოსპო ეს ყველაფერი, ხო? ძეგლების დაზიანება განადგურების მიუხედავად, ამ წლების განმავლობაში არ გვინახავს ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე. დაუსჯელობა რიგით ბიზნესმენებზეც კი ვრცელდება და რა გასაკვირია თუ კი პასუხი თავნებობისთვის სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს საერთოდ არ მოეთხოვება. კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი მდგომარეობა მიუთითებს, რომ ქვეყანა თავის საგანძურს ვერ იცავს და ეს სისტემური პრობლემაა. არ არის საშიშია ევროპული მაგალითები, პირიქით, კარგია ეს მაგალითები, ბევრ კარგ რამეს გვაჩვენებს. შევხედოთ როგორ მუშაობს ზეგთადაცვითი სისტემები. და ნუ რავი, შედეგი ის არის, რომ საბჭოთა კავშირში ბევრად უკეთესი ზეგთადაცვითი სისტემა ჰქონდა, ვიდრე 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ და ზეგთადაცვის სისტემა ვერ შეინარჩუნე და ელემენტარული პასუხისმგებლობა ვერ დააყენე, ვერავისი რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება არ იყოს ასე წახალისებული. ეს ხო წახალისება, ეს ხო ირიბი წახალისება, როდესაც შენ არავის არასოდეს არ სჭი, პასუხისმგებელი არავინ არ არის. ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის დაცვა კანონის თანახმად ევალებოდა სახელმწიფოს, რომელიც საქმის კურსში იყო და არაფერი იღონა. ძეგლის მფლობელი კი იყო საქართველოს ეკლესია, რომელიც მომხდარის კომენტირებას საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნევს და სავარაუდოა, რომ პრობლემადაც არ აღიარებს. მეტი პრობლემა არა გაქვს საქართველოში?